მალე სოფელ მელანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. 1350 მეტრ გზასა და ეზოების შესასვლელებში დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრი არხი. სამუშაოების მიმდინარეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და პირველი მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულ პროექტს შპს იმედი დიდუბი ასრულებს, რისთვისაც მთის განვითარების ფონდიდან 820.000 ლარი არის გამოყოფილი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვიმყოფებით სოფელ მელანში, სადაც ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში 1350 მეტრი გზის მოასფალტება ხორციელდება თავისი სანიაღვრებით და ცხაურებით. პროექტი მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში 800.000 ლარზე მეტ შეადგენს. ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში 10-მდე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.